სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ინიციატივით აფხაზეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი აფხაზოლოგის ბაგრატ ჯანაშიას მიერ შედგენილი აფხაზურ-ქართული ლექსიკონის მოდერნიზებული ვერსია გამოიცა. წიგნის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიალოგისა და ხალხთა შორისი ურთიერთგაგების განმტკიცებას. ორგანიზატორების შეფასებით მოდერნიზებული ლექსიკონი ორ მოძმე ხალხს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი გახდება. ლექსიკონის მეორე ახალი გამოცემა მომზადდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის, ასოცირებული პროფესორ გვანცა გვანცელაძის, ფილოლოგიის დოქტორ სოფიკო ჭაავას და პროგრამისტ მალხას ფხალაძის ერთობლივი შრომით. ეს გამოცემა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც არის მომზადებული არა მხოლოდ ქართული დამწერლობით, არამედ აფხაზური დამწერლობითაც. ეს იყო ტექნიკურად ძალიან რთული დავალება, მაგრამ ღირსეულად გაართვეს თავი ჩვენმა კოლეგებმა. დაგვეხმარება ყველას, ვისაც გსურს აფხაზური ენის ელემენტარულ დონეზე მაინც ცოდნის მიღება, რომ შევისწავლოთ ეს ენა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულ-აფხაზური სივრცე არის განუყოფელი. არა მარტო მისი სამეცნიერო პრაქტიკული მნიშვნელობა არის უზარმაზარი, არამედ მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური ფასი. სოხუმის უნივერსიტეტისთვის ეს არ არის პირველი ასეთი კარგი პროექტი და მომავალშიც ველოდებით უამრავ ასეთ პროექტს, რომელიც დაახლოებს ქართულ-აფხაზურ სივრცეს და გაერთიანებს. წიგნი გამოვიდა 1955 წელს, როდესაც ის დამწერლობა, ქართული დამწერლობა აფხაზურისათვის რომ მოქმედებდა მანამდე, უკვე 1 წლის გაუქმებული იყო. ფუნქცია დაკარგული წიგნის ცადეთ, რომ ისევ დაბრუნებოდა თავისი ფუნქცია. ეს არის პრაქტიკულად წიგნი, რომელიც ხიდი იქნება აფხაზებსა და ქართველებს შორის.